ეხლა თქვენ რამდენიმეჯერ ახსენეთ ქართული ლიგა და მისი მონაწილეები და უთხრათ მაყურებელს რომ სტუმრად ყავს ნიჭიერი წარმომადგენლები ქართული ლიგისა და ნება მივოდეთ წარუდგინო ისინი ჩვენ საზოგადოებას გვიფასო მეგობრებო ოთარ თეზელაშვილი, გიორგი კოკაია, ვალალო კოკალეიშვილი, ნინი ზერეგიძე, შოთა გელაშვილი, გიორგი ხილკია და ლუკა გაბელაი არიან ჩვენი შოუს სტუმრები. მოდი აგერ ჩემთან ახლოს შენ. ნახავki. ახატულები და შენი უნდა დააფასო შენ თვითონ. მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, ეთილი იყო თქვენი მომბრძანება. ჩემო შოთა, მიხარია კიდევ ერთხელ რომ ხარ ჩვენ შოუში და მოდი რადგან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოდი მოყევი ძმაო, დავიწყოთ შენი მშობლიური გორი და რა ხდება ახლა საინტერესო. გორზე მაშინ ერთ ისტორიას მოვყვები. ანუ რამდენიმეს მოვყვები და ერთით დავიწყებ და ვერ გავარძელებ. ანუ ერთი ისტორია ბორჯომზეც უნდა მოვყვე, თორე ისე გამომიშვეს ბორჯომიდან ჩვენზეც მოვყვები რაღაცაო. ჯერ გორით დავიწყებ. ქუთაისი არ გინდა მოვყვები მე ყველა. ქუთაისზე რომ მოვყვები, ბაღდადზე ჯიმიდან ბორჯომზე გორზე მოვყვები. გორში დიდი სუფრა, რაშილი ქეიფია რა, დიდი ქეიფია და ამ სუფრაზე აღმოჩნდა ერთი მონადირე კაცი. და მონადირე რადგან დაყვება ერთ ისტორიას დაიწყო მოყოლა რომ სანადირო თავარო წასულიო დღეშიო რა ჩემი ნივი თავარო რა კაი ნივა ყოლია და ჯო ვერაფერი მოვინადირეო რა და მოვბრუნდებიო სახში სადაც არის ტყიდან უნდა გამოვიდეო და ვილეჯზეო დათვიდრასო და მეკნო სოხელსოფში გააჩერე მანქანა კი მე უცნაურო მაგრამ რა ვაჩერე ხამხელა დათვიდრასო და ისე ხო არ ავიღე შუშას ჩაუძიო დათვეობნეო რა და ეს ხალხი ხა ზოგი უყურებს ხო არ განიშნავ ეს რა ზოგი დაიძაბა ზოგი კაც ხო ზოგი ზავი საღამოს გადაეცა სუფრიდან ჩაუძიო შუშასო და დათვეობნეო რომ ბიჭო ვეტალი მაქვს ფეხშიო შეჭობილია ვერ გამოვიძრეო დავიტანჯეო დათვიო და იქნებაო რაღაცა მიშველო გამომაძროო რა და ჯუჭი მეშინიო მაგრამ დათვეობნეო ხო ისე დავლას მერიდებაო და მე უთხარიო მანქანასთან მოიწიო ასხელი თვანიში მოვაწევინეო და ფეხი აწიო ფეხი ავაწევი ტარები ოდო და შევაგრო დამოვაძრე ტარი და მოვიხურე ტარებიო მაინც მეშინიო ეხა დათვია დათმა მითხრაო შენ გენაცვალეო რა შენ ეხლაო საქმე მიყავიო შემოდგომაზე ვარ გინდა არაფერი თაფლი იქნებაო პანწამსხალიო თუ მე ჩამოვიდარო სახში ყველაფერს არ იყიდო არ დაიხარჯო ხოდა ეს ხომოყვაი ხანსუფრას და ერთი თვე გავიდა ორი თვე გავიდა და ეხა ზორგმა დაივიწყა ზორგ სახსო ზოგი დასცილის რა მოყევიო და გორში შემოვიდა ცირკი შემოვიდა და ამ ცირკს ყავს პატარა დათვისბელი და ეს დათვისბელი ხა ცირკში გაზდილი ბელია იჩირავ ამან და სადაც დასვა ვიჩიდება მთელი დღე და კაი დათვისბელი ბელია და იჩირავ ეს დათვისბელი და დააჯდა თავის ეზოს გარებთან რა და თვითონ ეხა ფარდა კაცეული ყურება მეზობლები როდის გამოვლენ რა ეს მოსოფლებო დაინახეს ეს დათვისბელი რა თან ეხა დათვისბელი დააჯდა შემოულა და ერთ 3 ლიტრანით თაფლი დაუდო რაღაცა სასი რა შემოლაგებული რა შემოდა მეზობლებს ელოდება და ეს მეზობლებაც რომ დაინახეს გამოცვიდა თელი სამეზობლო და ერთი ყובה ბიჭო ჩემი და სამი წებელი თვალებით რა ვერ ახავ ხო არ დავიჯერებდიო და ესეც რომ გამოვიდა ეხა სამეზობლო ხო გამოვიდა სამე დაინახეო ბიჭო რანაირი კაცი არის თვითონ არ ეცალა და ბავშვი გამოვიძავდა ბორჯომში ანუ ჩატარდა კონსილიუმი ასე ვთქვათ ფიზიკოსები შეიკრიბნენ მთელი მსოფლიოდან მთელი მსოფლიოს ფიზიკოსები შეიკრიბნენ და რაღაცებზე იმჯერით თავისი გამოგონებები გააცნეს ერთმანეთს ეხლა რომ იმ რაღაცა გამოიგონა ფრინავი რაღაცა ობიექტია რაღაცა და ეს ყველაფერი ხა ერთმანეთს გააცნეს და ბოლოს ეხლა მორჩა ეს კონსილიუმი დამო თითო ჭიქა დავლიოთ ხა აი ქართველებმა შეთავაზეს უხდება კონსილიუმს დავლიოთ თითო ჭიქაო და ბორჯომის პარკში რავიდნენ რა ისეინეს რა და ყველა სარც ამოგებული თითო მოთლი ღვინო ხა ბევრს გვარდალებენ ამ ხელა ფიზიკოსი ხალხი არიან და რა გავიდნენ ამ პარკში გასახსნელი არავის არ აქვს ამ ღვინის რა დავლიო რა ღვინო გასახსნელი არ არის და ხა არა იფიქრეს ხო ვერ გახსნეს რა ეს პოსტი და ჯიქო ხა ერთი კაი ბორჯომელი კაცი იყო წამოწოლილი რა 1-3-4 ბოთლი ღვინოს უკვე დალეული ქონდა და მიეძის კამზე ქონდა მიძინებული და მოდი ხა იქნება ეს გავაგვიძოთ თან ერიდებათ მაგრამ რა ვაგვიძოთ ხა იქნება გასახსნელი ქონდეს ვარი დაულევი ღვინო ჩვენ მივიდნენ გააგვიძეს ეს კაცი და აიო ბატონო ბოთლის გახსნა გვინდა და გასახსნელი ხო არ ექნებათ მომეც ვერ ბოთლიო იმათ რა მოვარდა ეს ბოთლი სამთევილაზე ექნებათ თუ ვიღაც მინუტა ქვეშ და რა მოვარდა ეს საწო ესწავლა სკოლაში ფიზიკა
ორი წელი დაიგეს გასკოლაში. ვალალო, სანამ შენს ისტორიაზე გადავალთ, ჯერ მიულოცოთ კაცს, ვამიჭერ კაცს. იმიტომ რომ ცხოვრებაში არ უცეკვია, და პირდაპირ გამოვიდა, ესე იგი, ცეკვავენ ვარსკვლავებში და ნახევარფინალში გახვედი და გაგიზნო ყველამ და მართლა მოსავალში ამავია. ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ყოველთვის მოხარული ვარ ხოლმე, რომ აქ მიწევს მოსვლა და მეც ჩემებურად ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომ პირველი მეორე კურსის ამბავია. რომ ეს ზოგი ნათესავთან ცხოვრობთ, ზოგი მშობლებთან ოჯახთან ერთად ცხოვრობთ, ზოგიც მარტო ცხოვრობს ახლა ჩვენი ძმაკაცები რაღაცა და ერთი ძმაკაცი ვიცი განსაკუთრებით ვინც ვისთანაც ძმაკაცები რომ ცხოვრობს მარტო და მე ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად და ოჯახში მოვიდა ახლა ბიძაჩემი ჩემები და დატვირთული რომ აი ციციბურა მოიტანეს რაღაც მსგავსი საჭმელი რა ბრინჯი მოიტანეს ოჯახში რაც ჭირდება ზოგადად და ქვილი და ეს რაღაცები რაც საჭმელები რაც დაალაგეს გავყავი ესე ერთი ზეთი ავიღე ერთი ის ავიღე ერთი ის და ჩავყარე პარკში ახლა და მეთქი აუტანთქო რა მარტო ცხოვრობს ის და მეთქი აუტანთქო და ქაღალდზე დავაწერე 2 კილო ხორცის გარდა ყველაფერი იყო იმ პარკში და 2 კილო ხორცი დავაწერე და ჩავაგდე ამ პარკში და არა დამხვდა სამწუხაროდ სახში ავედი დავტოვე იქ სადაც უნდა დამეტოვებინა და წამოვედი და ცოტა ხანში მირეკავს ტელეფონი და ანუ მადლობა და რამე კი არა ეს 6 კილო რომ მიგეწერა ვინმე მოგზდევდა სიკალო რომ მიგეწერა მოგზდევდა ნინი ყავს ერთადერთი ხალბატონი თან ულამაზესი გოგონა და შემოგვიფასე ჩვენთან განმოვას უკრავს მოგესალმებით მივესალმებით თქვენს მაყურებელს მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის მე მაქვს ერთი ესეთი ისტორია. მოკლედ სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი და ქართულ ლიგაზე დავიწყებდი ასე ვთქვათ გამოსვლას, მანამდე მუშაობდი ბავშვთა გასართობ ცენტრში, ანიმატორად. და შემდეგ უკვე უნივერსიტეტში ჩავაბარე, გავწევრიანდი გუნდში, ქართული ლიგის გუნდში და უკვე პირველი ფესტივალი იყო და დაახლოებით 3-4 დღის მერე ხდება ყველაფერი. ესე იგი ვარ ავტობუსის გაჩერებასთან. და ველოდები რა თქმა უნდა ავტობუსს და გამოვიხედე და ერთი ბავშვი მიყურებს აღონდა როგორ მიყურებს იცით აი უბედნიერესი სახით თვალები უბწყინავს ღიმილს ვერ მალავს და ესე იყურება და დედამის ესე ეკაჩება რაღაცნაირად და ანუ მე ვერ მივხვდი თავიდან მაგრამ მე დავფიქრდი და მეთქი ახლა ფესტივალზე ვიყავი ალბათ მიცნო ალბათ მიყურა ალბათ მოეწონა ჩემი გამოსვლა და ესე მიცნო და უნდა რომ მოვიდეს თქო და ეს დედამის ხო ეკაჩება ესე და მოიყვანა ეს და მისი დედა წამოდი ეს გოგო ის არის ვაიმე ეს გოგო ვერიც არის და მოკლედ ერთ ამბებშია და განსხრომაშია მოვიდა ეს ბავშვი მეც ბედნიერი ესე ვუყურებ უნდა მოვიდეს მიცნოს და ესე დადგა ეს ბავშვი დედა სპანჯბობი და დედა სპანჯბობი ეს დაუდასტურო გიორგი, შენთან გადმოვასწრებთ. მოგესალმებით. პირველში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. მე ჩვენი უფროსი მეგობრის მოყოლილ ამბავს მოყვები, ძველ 90-იან წლებს ეხება. მოკლედ, პურის საყიდლად ჩავედი, არ ვიცი რამდენად მატყუებს სიმართლეს ამბობს, იმიტომ რომ პური მაშინ იყიდებოდა თუ არა იგი იყო, ხო ეგრეა. და ამ დროს გაძარცვეს ბინა. მოპარეს ოქრო. პური არ იყო. და როდესაც ავედი სახლში ეს ოქრო რო არ დამხვდა, გამოვიძახე პოლიციაო. მოვიდა პოლიცია, ჰაერის რაღაცა ის აიღეს სინჯი, ტვერის სინჯი და ეს პოლიციელები ამბობენ, რომ ჩვენო ამასო ვერ გამოვიძიებთო, კინოლოგები გჭირდებაო. და ორი პური მაქვს სახლში ამოტანილიო რა. ძაღლებს მოიყვანენ და ეს ძაღლები მიაგნებენ ყნოსვით ვინ ყვალს აიღებენ. ხო, ყვალს აიღებენ. და მოკლედ ველოდებით ერთი 40 წუთი ამ ძაღლებსო და მოვიდნენ. აუშვეს და შევარდნენ სამზარეულოში მოიპარეს პური და წავეძახა. როლის ადეკვატურად იმოქმედებს. ზაღლებსაჩიოდა. და ცნობადობაზე გამახსენდა, ფათაშორის ნინიმ რომ ყო ქართული ლიგასთან დაკავშირებით. ყველას გექნებათ, რომ ოჯახის წევრებს ნათესავები სულ ცდილობენ, რომ უთხრას ჩვენ მშობლებს, რომ აი ქართული ლიგას უყურებთ, დედა რა კარგი ბიჭია, დედა რა კარგი გოგოა და ჩემთან არიან ნათესავები მოსული სტუმრად. არა, ჩემები მართლა უყურებთ, ხო? და უნდათ რომ თქვენ რომ აი უყურებთ სულ გიორგის და ძალიან კარგ გუში ვნახეთ გიორგი ქართული ლიგაში ძალიან კარგად მღერის. დაიწეს ეგრევე. ოთო შენ გააგზავნე შემოგარგო. მოგესალმებით.
დიდი მადლობა მოწვევისთვის, ყოფილი იყო ჩვენი ფეხი მეორე, კი ბატონო. ახალ დეკორაციაში. თუ გახსოვს პირველად რომ ბრძანდებოდნენ სტუმრად, ასე გაგვიცნო რომ ღარიბი დემნა გასალიაო და დღეს რო ვნახე მე ვთქვი გილოცავ გუჩი ახალი ტრენდი. ღარიბი აღარ ვარ. ახლა შემთხვევა ესეთი სახალისო პატარა ისტორია, ანუ გოგო გავიცანი სოციალურ ქსელით და წერდით რამდენიმე დღე ერთმანეთს და გადავწყვიტე რომ დავპატიჟო პაიმანზე. ხო და თვითონ მითხრა რომ აი ამ კაფეში წავიდეთ და მეთქი კეთილი შევხვდეთ რომ მივედი მაგ კაფეში ძალიან ისეთი სიურპრიზი დამხვდა ამ გოგოსთან ერთად იჯდა ვიღაცა ზრდასრული მამაკაც რაღაც 40-50 წლის კაცი რაღაც. ხო და მე საფურიაქთი რაღაც ანუ ავღელდი ცოტა, მაგრამ ნამდვილად მივედი რაღაც და მივესალმე, გამარჯობა რაღაცა და რომ დავჯექი ეგრევე ბატონმა ლევანმა დაჯექი ოთარი და შენი მომავალი სიდედრის მომავალი. გადაგიწყვიტა. გასაქცევი ვარ მეჩქარება რო არ მეთქვა ერთი ორი შვილი მეყოლებოდა. სულგუგუნი და აბაშა და ნიჭიერი ხალხი გადავიდეთ მართლაც ვიტყვით. გამარჯობათ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და რა ვიცი, წარმატებას გისურვებთ ამ ახალ სტუდიაში. იცოცხლეთ. მოკლედ ჩვენ მეგრელებს ძალიან გვიყვარს ერთმანეთის, როგორ გითხრათ, აი, სადაც ნახავთ ერთმანეთს, სულ ვესიყვარულებით ხომ. და შენგენაც ვარია როგორ ახლა რაღაცა ამასთან დაკავშირებით, მოკლე ისტორია არის რა. ოფიცერი არის მეგრელი და პოსტზე ანაწილებს ახალწეულებს, ახალმისულებს რა. და ასე მარშრუტკიდან ჩაყავს პოსტზე ახალწეულები. რა გვარი ხარ ბიჭო შენ? სანიგიძე. ჩადი პირველ პოსტზე. რა გვარი ხარ ბიჭო შენ? სარაჯიშვილი. ჩადი მეორე პოსტზე. რა გვარი ხარ ბიჭო შენ? გაბელაია. რომელი პოსტი გინდა? კი ზუსტად. სამრომია თქოს გამოხატულება მეგრელების. მეც მოგესალმებით. მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ და წარმატებებს გისურვებთ. ეს გავიხსენებ ერთ ისტორიას, რომ აი მეგრელების ტრიპაჩობას არ აქვს საზღვარი რა. ძალიან ბევრი ისტორია მომისმენია მასთან დაკავშირებით, მაგრამ და სულ ფიქრობ, რომ რაღა უნდა იყოს ესეთი, რომ გამაკვირვოს რა. და ერთი ესეთი ისტორია ჩვენი საერთო მეგობრები არიან, ძალიან ახლო მეგობრები ძმაკაცები არიან, ესე 40 წლამდე ხალხი არიან და მთელი ცხოვრების განმავლობაში არაფერი არ უკეთებიათ. არცად არ უმუშავეთ, აი ის რო ხე უნდა კონდეს დარგული, არაფერი არ აქვს გაკეთებული. არც სამშობლოს არ გამოდგომია, არაფერს არ გამოდგომია საერთოდ რა. არაფერი არ უკეთებიათ ცხოვრების განმავლობაში და სადღაც ზიან რესტორანში და წინა მაგიდასთან დაინახეს, რომ ორი ლამაზი გოგო ზის და გადაწყვეტეს რომ მივიდნენ რა. ხო და ერთმა გამოხატა ინიციატივა, რომ დაუწყო ლაპარაკი ამ გოგოს რა. ორივე ერთად მივიდნენ, ისინიც ორი არიან, ესენიც ორი არიან და ამან აკაურობას ხო ხედავ? ჩემია. ის მაგიდები იქ იმიტომ დავდგირო, რაღაცებს ყვება რა, რომ ის მაგიდა აქ ვინც მუშაობს, რომ ჩემიანები არიან. ეგ რა არის, მე ბიზნესები მაქვს. მე თანამდებობებზე მიმუშავია და დაიწყო თანამდებობების ჩამოთვლა რა. ამ თანამდებობაზე, ამაზე და ამას აღარ დარჩა არაფერი რა უკვე. მეორეს აღარ დარჩა არაფერი რომ უთხრას რა და ამანაც ხო შეატყო და გადახედა მეორეს და იმ გოგოს. ეს ვაფშე საქართველოს დირექტორია. ახალი თანამდებობა მოიფიქრა საქართველოს დირექტორი. ხო, კიდევ ერთი ისტორია არის, ჩვენმა საერთო მეგობრმა გახსნა არ ვიტყვი მაინც ქალაქს, რავი, ერთ-ერთ პატარა ქალაქში. პირობითად აბაშაში. გახსნა სპორტდარბაზი რა. დაგვაპატიჟა მე და ლუკა რომ მივიდეთ დაგვათვალიერებინოს რა. და რო შევედით, ანუ ძალიან ისე რა, ყველამ გვიცნო, რავი, ვიღაც გოგო მოვიდა, ყავას ხო არ გესწია, ყავა, ჩაი. ეს გვათვალიერებინოს და ვიღაცები, ვინც აი ესე რაღაც ვარჯიშობენ, შემოტრიალდებიან, ვა, ესენი მოდის ტელეფონს ამოიღებს, სურათს იღებენ და ამას ძალიან გაუხარდა რა ეს ფაქტი, რომ ყველა ცნობს ეხა ვიღაც თან ძალიან ლამაზი გოგოებიც არიან და ამან ესე კუნთიან ბიჭები რა ვიცი რა უნდოდა იმათთან მივიდა და ხო და თან ერთმა გაუტარა გაუღიმა რომ რაღაცა მეორემ გაუტარა მესამემ გაუტარა ჩვენთან ამასობაში ვათვალიერებთ იქაურობას და ერთმა უთქვა წამოვისპარინგოთ ხო და აი ხა იქ ლამაზი გოგოებიც იყვნენ და ამან ხო ბაზარი არაო და გაყვა რა სადღაც არიან იქ და ჩვენ აქეთ ლაპარაკობ და იქიდან გამოდის ხმები რაღაცა ამის ხმა რა ვცნობ აშკარად კი ვარ ხო აშკარად კი ვარ და გამოდის და სადაც დარყული აქვს ხელი სიფარებს მაგრამ ხელები არ ყოფნის რა ხო და რა ხდება მეთქი მე ვნა მაინც და მაინც ამან ვერ მიცნო ბიჭო
ქართულ ლიგაზე რადგანაა საუბარი ზვიო და ნიკა მახვილაძე აუცილებლად უნდა ვახსენოთ. რა თქმა უნდა. ყველა სახელით ვიცით ჩვენს თავისუფლებას, ჩვენი მეგობრების და კოლეგების სახელით. კიდე ამ ნაწილშიც მინდა მადლობა გითხრათ თქვენ და თქვენს შოუს, იმიტომ რომ მეგობრობაცა და მეგობრობას და ქართული ლიგის აი ამ ახალგაზრდების და ამ კარგი საქმის პოპულარიზაციაში და წარმოჩენაში რო გვეხმარებით და მხარში უდგას ჩვენი შოუ ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდულ პროექტს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ. განიხაროთ თქვენ. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა და დიდი მადლობა ჩვენს ნიჭიერ სტუმრებს დღევანდელ ჩვენ შოუში მომბრძანებისთვის.